პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენის საპრეზიდენტო ამბიციები ეჭქვეშ დააყენა. ზედა ინსტანციის მართლმსაჯულების ორგანომ ფრანგი პოლიტიკოსი დამნაშავეცნო კანონმდებლობის დარღვევასა და ევროკავშირის სახსრების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვაში, თუმცა სასჯელის ზომა შეუმსუბუქა. ლე პენს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს, თუმცა მას აღარ აქვს აკრძალული სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით. ეს ვადა 45 თვემდე შემცირდა, სადაც 2/3 პირობითია. სააპელაციო სარჩილით, რომლის თანაავტორია საქმეზე ბრალდებული კიდევ 10 პირი, მარინ ლე პენი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც ის ამ საქმეზე დამნაშავესთნის. სასჯელის სახით კი მას განესაზღვრა ჯარიმა 100,000 ევროს ოდენობით, აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით, ასევე შეეფარდა 4 წლიანი პატიმრობა, სადაც 2 წელი შინაპატიმრობას გულისხმობს. ლე პენისთვის პრაქტიკულად შეწყვეტილი აქტიური პოლიტიკური გზის მიუხედავად, ეს ახალი შესაძლებლობაა ჟორდან ბარდელასთვის, რომელიც სავარაუდოდ ახლა უკვე ოფიციალურად იქნება ელისეს სასახლის ლიდერობის კანდიდატი, მით უმეტეს, როცა გასულ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით ის გამოკითხულთა 35-37%-ის სიმპათიას იმსახურებს. ახლახან მარინ ლე პენი დაპირდა ბარდელას დიდი ენერგიით, განსაკუთრებული თავდაჯერებულობით და რწმენით ყოველდღიურ მხარდაჭერას, თუმცა ამავე დროს პარტია ეროვნული ერთობა ბალანსის დაჭერას ცდილობს. თან ახალგაზრდა ამბიციური პოლიტიკოსის წინ წამოწევას და თან ლე პენის ჭრილში მოქცევის თავიდან აგიდებას.